22 წელია გიორგი არუთინიანის სახლი ლიკანში ასე გამოიყურება. ვითარება განსაკუთრებით ბოლო წლებში გართულდა. საყრდენი კედელი ჩამოშლილია და სახლს დანგრევისგან ეს საკანალიზაციო მილი იცავს. ამ წლების მანძილზე გიორგი არუთინიანმა დახმარების მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა. ამბობს, რომ ამ პრობლემაზე წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს ბორჯომის 3 მერს ესაუბრა. თუმცა თანამდებობაზე ადამიანები იცვლებიან, მისი პრობლემა კი პრობლემად რჩება. როგორც ამბობს მერია, საყრდენი კედლის გამაგრების თხოვნით წელსაც მიმართა. ბორჯომის მერიაში დახმარება აღუთქვეს, თუმცა ჯერ არავინ დაკავშირებია. თითქმის 22 წელია, რაც სახლი ინგრევა, საძირკველი გამოცლილი აქვს. საყრდენი კედელია ჩამოშლილი და საყრდენი კედელის ჩამოშლილია ტრობას უკავია, კანალიზაციის ტრობას უკავია. თორე გადმოინგრევა, მარტო მე არ დამეცემა თავზე მეზობლებს და აზარალებს. ავარი მდგომარეობაში მაქვს სახლი და თუ შეუძლია მთავრობას დამეხმარო და რამენაირად გავამაგრო სახლის საყრდენი კედელი. გიორგი არუთინიანი ავარიული სახლის ჩამოშლას ყოველდღე ელის. ამბობს, რომ საკუთარი თავის გარდა მეზობლებს ეწუხს. კედლები იმდენად არის გაბზარული, რომ აქ გაჩერება საფრთხის შემცველია. გიორგი არუთინიანის განცხადებით, მიუხედავად მომეტებული საფრთხისა, ის სახლს არ დატოვებს და ცხოვრებას აქ გააგრძელებს. როდის გადაიჭრება მისი პრობლემა, ამაზე პასუხი არც მას აქვს, ერთი რამ კი ზუსტად იცის. მისი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და პენსია იმდენად მიზერული ხა რომ საყრდენი კედლის გამაგრებას საკუთარი ძალებით ვერასოდეს შეძლებს. შიშით სახში ვერ შევდივარ, მაგრამ გარშემო კიდე მეზობლებს ვაზარალებ. რავი, შიშის პეთებაში არიან ესენი მანქნები რომ მოძრაობენ, დიდი მანქნები ტრასაზე, იმის ხმაზეც, რავი, შიშის იმაში ვარ, რომ სახლი არ დამენგრეს თავზე. კედელი დაყოფილია უკვე პოლიდან, იატაკი და ნაცილებულია. საკითხის გარკვევის მიზნით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. მათ წერილობით გვიპასუხეს, სადაც ვკითხულობთ, რომ მოქალაქე გიორგი არუთინიანმა საყრდენი კედლის მდგომარეობის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტს. შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდება მდგომარეობის ადგილზე გაცნობა და შესწავლა, რის შემდეგ დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები.